თავი მეხუთე. თანდათან საუბარში ახალ ამბებს ვიგებდი პლანეტის, იქიდან გამოგზავრებისა და მოგზაურობის შესახებ. სწორედ ასე შევიტყვე მესამე დღეს ბაობაბების სავალალო თავგადასავალი. ამას ბატკანს უნდა ვუმადლოდე, რადგან ერთ ჩვენიერ დღეს მოულოდნელად პატარა პრინცი შემეკითხა. მართალია, რომ ბატკნები ბუჩქებს ჭამენ? მართალია, ძალიან კარგი. ვერ გავიგე რა იყო კარგი იმაში, რომ ბატკნები ბუჩქებს ერჩიან. პატარა პრინცმა გააგრძელა. გამოდის ბაობაბებსაც ჭამენ? აუხსენი, რომ ბაობაბი ბუჩქი სრულებითაც არ არის. იგი ტაძარივით ვეებერთელა ხია და სპილოების მთელი ჯოგიც რომ წაასხა, ერთ ბაობაბსაც კი ვერ შეჭამენ ბოლომდე. სპილოების ხსენებამ პატარა პრინცს ღიმილი მოჰგვარა. ერთი მეორეზე დახორავება მომიწევს. მერე სამართლიანად შენიშნა. სანამ გაიზრდება, ბაობაბი პატარაა. მართალი ხარ, მაგრამ რა გინდა, რომ შენმა ბატკნებმა პატარა ბაობაბები შეჭამონ? ვერ ხვდები? ისე შემეკითხა, თითქოს ჩემთვის იმთავითვე ყოველივე ცხადი უნდა ყოფილიყო. ტვინი ვიჭყლიტე, რომ გამეგო რას გულისხმობდა. მართლაც ისევე როგორც სხვა პლანეტებზე, პატარა პრინცთანაც საღი ბალახის გვერდით სარეველა ხარობდა. კარგ ბალახს კეთილი თესლი ჰქონდა, სარეველას ბოროტი, მაგრამ თესლს თვალით ვერ დაინახავ. დედამიწის იდუმალებაში თვლემს, სანამ გაღვიძება არ მოეხუშტულება. ერთს კარგად გაიზმორება და პირველ ყოვლისა მორცხვად აზიდავს მზისკენ, თვალწამტაც და სუსტ ღეროს. თუ კი საქმე ვარც ან ბოლოქს ეხება, ნებაზე უნდა მიუშვა, დაიხარონ, მაგრამ თუ სარეველაა, აწამს იცნობ, ძირშივე უნდა მოთხარო. ასე რომ პატარა პრინცის პლანეტაზე საშინელი თესლიც იყო, დიახ, ბაობაბზე მოგახსენებთ. ქაური მიწა ასეთი თესლით იყო სავსე. ხო და ბაობაბს ხელი წამსვე თუ არ მოუთავე, მერე ვეღარაფერს გახდები. მთელ პლანეტას მოედება. თუ კი პლანეტა პატარაა, ბაობაბები კი ბევრი, პლანეტა შეიძლება გაიხლიჩოს. თავარი წესრიგია, გამედო მოგვიანებით პატარა პრინცი. დილის საქმეებს რომ მოითავებ, პლანეტა ფაქისად უნდა დაალაგო და გულის ყურით დაასუფთავო. ახალამოყრილი ბაობაბი ვარდის ბუჩქს წააგავს. ამიტომ რა წამს გამოარჩევ, ისვე უნდა ამოგლიჯო. ადვილი საქმეა, მაგრამ მობეზრება იცის. ერთ დღეს მთხოვა, თავს ძალა დაატანე, ნამდვილი ბაობაბი დახატე. იქნებ კარგი ნახატი გამოგივიდეს, მინძლო აქაურმა ბავშვებმაც რამე შეიგნონო. ერთ დღეს მოგზაურობა თუ განიზრახეს, გამოადგებათ, ზოგჯერ შეიძლება რაიმე საქმე სახვალიოდ გადადო, მაგრამ ბაობაბს დროზე თუ არ მიხედე, კარგი დღეად დაგადგება. ერთ პლანეტაზე ზარმაცი კაცი ცხოვრობდა. 3 ბუჩქი აინუნში არ ჩააგდო და პატარა პრინცის კარნახით პლანეტა დავხატე. სხვის თავზე სახარების კითხვა არ მიყვარს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა საშიშია ბაობაბი და რა საფრთხე ელის იმას, ვისაც ასტეროიდებში გზა აებნევა. ამიტომ ამჯერად სიტყვას გადავალ და მოგზალებას დავძლევ. ასე და ამგვარად ყური მათხოვეთ. ბავშვებო, უფრთხილდით ბაობაბებს. ამ ნახატს ამდენი დრო იმიტომ შევალიე, რომ ჩემი მეგობრები, რომლებიც ჩემსავე დიდი ხანია უფსხრულის პირას დადიან, ვინძლო გონს მოეგონ. ცდა ბედის მონახევრია. შეიძლება იკითხოთ, ან წიგნში რატომ მაინდამაინც ბაობაბია ესოდენ დიდი. სხვებმა რა დააშავესო. პასუხს შორს ნუეძებთ. ბევრი ვეცადე, მაგრამ ამის მეტი ვერა გავახერხე რა. ბაობაბებს რომ ხატავდი, ვიცოდი. საშურ საქმეს ვაკეთებდი და სული წინ მისწრებდა. თავი მეექვსე. ო, პატარა პრინცო, როგორც იქნა ჩავწვდი შენი სევდიანი ცხოვრების საიდუმლოს.
დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ჩამავალი მზის სინაზე გახალისებდა. ეს ამბავი მეოთხე დილით გავიგე, როდესაც მითხარი, მზის ჩასვლა ძალიან მიყვარს. წამოდი ვნახოთ. უნდა დაველოდოთ. რას ველოდოთ? მზის ჩასვლას. ჯერ გაოცდი, მერე კი საკუთარ გულუბრყვილობაზე გაგეცინა და მითხარი. თავი ისევ შინმგონია. მართლაც და როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შუა დღეა, საფრანგეთში მზე ჩადის. თვალის დახამხამებაში საფრანგეთში თუ აღმოჩნდები, მზის ჩასვლას მიუსწრებ. სამწუხაროდ საფრანგეთი არც ისე ახლოა. შენს პატარა პლანეტაზე კი საკმარისია სკამს რამდენიმე ნაბიჯი ადგილი მოუნაცვლო და მზის ჩასვლას რამდენჯერაც გსურს, იმდენჯერ იხილავ. ერთ დღეს 44 ჯერ ვნახე. ცოტა ხნის შემდეგ დაამატა. იცი, სევდა თუ შემოგაწვა მზის ჩასვლას შეიყვარებ. ნუ თუ იმ დღეს ისეთი სევდიანი იყავი, რომ 44 ჯერ ნახე. თავი მეშვიდე. მეხუთე დღეს ისევ ბატკნისწყალობით პატარა პრინცის ცხოვრების ეს საიდუმლოც ამოვიცანი. მოულოდნელად პირდაპირ მომახალა კითხვა. ეტყობა დიდი ხანია თავში უტრიალებდა, მაგრამ აქამდე სიტყვა არ დაუძრავს. ბატკანი ბუჩქებს თუ ჭამს, ყვავილებზეც არ იტყვის უარს. ხომ ასეა? რასაც წააწყდება, ყველაფერს პირში მიაქანებს. ეკლიან ყვავილებსაც? დიახ. თუ ასეა, ეკალი რისი მაქნისია? აბა საიდან უნდა ვცოდნოდა? თან იმ წუთას ერთ მაგრად ჩახრახნილ ქანჯს ვეცოდვილებოდი. რადგან მივხვდი, რომ ამ საქმის ინჩი-ბინჩი არ გამეგებოდა, სასმელი წყალიც თვალსა და ხელს შუა იკლებდა, წინ კი უარესი მელოდა. ეკლები რიღას მაქნისია? პატარა პრინცი ერთხელ დასმულ კითხვას არ ეშვებოდა. ქანჯს ვერაფერს უხერხებდი და გაღიზიანებულმა, რაც ენაზე მომადგა, ის წავიბუზღუნე. ეკლები არაფრის მაქნისია. ბოროტმა ყვავილებმა ჩვენს ჯიბრზე გამოისხეს. პატარა პრინცმა იყუჩა. მერე კი გაცხარებით მომახალა. შენი არ მჯერა. ყვავილი სუსტი და მიამიტია. თავს ისე იცავს, როგორც შეუძლია. გონია თავისი ეკლებით ყველას თავზარს სცემს. არაფერი მithქვამს, იმ წუთას მხოლოდ ქანჯზე ფიქრობდი. თუ ვერაფერი მოუხერხე, ბოლო-ბოლო ჩაქუჩით ამოვაგდებ მეთქი. პატარა პრინცმა ისევ ამირია ფიქრები. შენი აზრით ყვავილები? არა, ალალბედზე გიპასუხე. თავში სხვა რამ მიტრიალებდა, უფრო სერიოზული. გაოცებით შევამხედა. უფრო სერიოზული? ხელში ჩაქუჩი მეკავა, თითების ზეთით მქონდა გასვლილი და მისთვის რომ გეკითხათ, რაღაც საშინლად უშნო საგანს დავჩერებოდი. დიდებივით ლაპარაკობ. შემწხვა, მაგრამ პატარა პრინცმა არ დამინდო. ყველაფერს თავდაყირა აყენებ. ბრაზობდა, თავს აქნევდა და ქარი უწეწავდა ოქროსფერ კულულებს. ერთ პლანეტაზე ლოყებ ღაჟღაჟა ვაჟბატონი ცხოვრობს. ყვავილი არასოდეს დაუყროსავს. არც ვარსკვლავებისკენ აუხედავს ოდესმე. არასოდეს არავინ ყვარებია. ერთ თავად რაღაცას ანგარიშობს და მთელი დღე შენსავით ერთსა და იმავეს იმეორებს. სერიოზული ვარ. სიამაყით ლამისაა გასკდეს. ადამიანი არც კი ეთქმის. სოკოა. რა არის? სოკო. პატარა პრინცი სიბრაზისგან გაფითრდა. მილიონი წელია, ყვავილები ეკლებს ისხამენ. მილიონი წელია, ბატკნები ყვავილებს ჭამენ. ნუ თუ არავის სურს გაიგოს, რატომ იკლავენ თავს ყვავილები. ეკლების გამოსასხმელად. თუ კი ისინი არაფერში ადგებათ. ბატკნების და ყვავილების ომიც არავის აფიქრებს. ან იქნებ იმ სქელუა ვაჟბატონის ანგარიში უფრო მნიშვნელოვანია. ერთ ყვავილს ვიცნობ. ამ ქვეყნად ერთადერთს, მხოლოდ ჩემს პლანეტაზე ხარობს. ხოდა თუ კი ბატკანი ერთჩვენიერ დღელს კბილის ერთი გაკვირით შესანსლავს, ისე რომ წამითაც არ დაფიქრდება, ესეც არავის ანაღვლებს.
პატარა პრინცს ლოყები შეეფაკლა. ათასობით ვარსკვლავს შორის ობლად ჩაკარგული ყვავილი თუ შეიყვარე, ვარსკვლავის ხილვა ბედნიერებად გექცევა. შენთვის ფიქრობ, ჩემი ყვავილი სადღაც იქ არის, მაგრამ თუ კი ბატკანმა ყვავილი შეჭამა, შენთვის ყველა ვარსკვლავი ერთბაშად გაქრება. შენ რომ გისმინო, ესეც არაფერია. სიტყვა გაუწყდა და გულა მოსკვნილი აქვითინდა. ღამე ჩამოწვა. საქმეს თავი ვანებე და ხელსაწყოები გვერდზე გადავდე. ჩაკუჩი და ქანჩი მყისვე გადამავიწყდა. წყურვილით და სიკვდილით დიდად აღარ მადარდებდა. რა დროს ამაზე ფიქრი იყო, როდესაც ერთ ვარსკვლავზე, ერთ პლანეტაზე და მაინდა-მაინც ჩემსაზე. დიახ, დედამიწაზე. ერთი პატარა პრინცი მეგულებოდა, რომლისთვისაც გული საგულეში უნდა ჩამედო. კლავები მოუხვიე, ნაზად ვარწევდი და ვეუბნებოდი. შენს ყვავილს არაფერი დაუშავდება. ბატკანს ალიკაპს მივახატავ. ყვავილს კი აბჯარში ჩავსვა. აბა მეტი რამე თქვა, ენა დამებორკა და სათქმელს თავი ვერ მოვაბი. არც ის ვიცოდი, რითი გამემხიარულებინა ან როგორ გავშინაურებოდი. ცერემლების იდუმალ სამყაროს რას გაუგებ. თავი მერვე. ცოტა ხანიც და ყვავილების შესახებ უფრო მეტი შევიტყვე. პატარა პრინცის პლანეტაზე მუდამ ხარობდნენ უბრალო ყვავილები. ერთი წყება ფურცელი ჰქონდათ. დიდ ადგილს არ იკავებდნენ და არც არავის აწუხებდნენ. დილით ბალახებში თავს წამოყოფდნენ, საღამოს უგზო-უკლოდ უჩინარდებოდნენ. ეს ყვავილი კი ერთვენიერ დღეს არავინ უწყის, საიდან მოსული თესლით იშვა. პატარა პრინცი თავს ევლებოდა სხვებისგან გამორჩეულ ღეროს, რომელიც შეიძლება ბაობაბის ნაირსახეობა ყოფილიყო, მაგრამ ბუჩქმა ერთბაშად და შეწყვიტა და ყვავილის გამოსაღებად გაემზადა. პატარა პრინცი, რომელიც უზარმაზარი კვირტის გამოყრას ესწრებოდა, სასწაულის მოახლოებას გრძნობდა, თუმცა ყვავილის საკუთარ სიმწვანეს ვერ ელეოდა და მშვენიერებასთან ზიარებას არც თუ ისე ჩქარობდა. დინჯად ირჩევდა ფერს, ნელა იმოსებოდა და თითოეულ ფურცელს ელოლიავებოდა. იმ ყაყაჩოს არ გავდა, რომელიც ერთბაშად იფურჩქნება და დაჭმუჭნული კაბით იწონებს თავს. სურდა შვენიერების წმინდა შარავანდედით წარმოჩენოდა სამყაროს. რაც მართალია, ბრანჭია ვიმე გახდათ. ეს იდუმალი მორთვა მოკაზმო დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ერთ დილით პირველი სხივის გამოჩენისას, როგორც იქნა, გაიშალა. ფაქიზი და ხანგრძლივი შრომით დაღლილმა დაამთქნარა და თქვა: "ო, ძლივს გავიღვიძე. მაპატიეთ, თმის დავარცხნაც ვერ მოვასწარი." პატარა პრინცმა აღფრთოვანება ვერ დამალა. "რა მშვენიერი ხართ?" "მართალია," ჩუმად გაეპასუხა ყვავილი. "ზესთან ერთად დავიბადე." პატარა პრინცი მიხვდა, რომ ყვავილი თავდამბლობას ვერ დაიკვეხნიდა. სამაგიეროდ რაოდენ მაცდუნებელი იყო. "თუ არ ვწდები, საუზმის დროა," დაამატა ყვავილმა. "იქნებ რაიმე იყონოთ." დარცხვენილმა პატარა პრინცმა ცივი წყალი მოარბენინა და ყვავილი მოუწყა. ერთი სიტყვით ყვავილმა თავისი ეჭვიანი ქედმაღლობით ცუდი დღე აყარა პატარა პრინცს. ასე მაგალითად, ერთ დღეს ეკლებზე ჩამოუგდო სიტყვა და უთხრა: "ახლა ვეფხვის ბრჭყალებიც ვერას დამაკლებს. ჩემს პლანეტაზე ვეფხვები არ ბინადრობენ," შეეპასუხა პატარა პრინცი. "მერე კიდე ვეფხვები ბალახს არ გიახლებიან." "მე ბალახი არ ვარ," ნელა შეაპარა ყვავილმა. "მაპატიეთ. ვეფხვების არ მეშინია, აი ორ პირ ქარს კი ძალიან ვუფრთხი. თეჯირი ხომ არ გაქვთ?" ორ პირ ქარს უფრთხის, გაიფიქრა პატარა პრინცმა. "ამ ყვავილს ვერაფერს გაუგებ. საღამოობით ხუფი დამახურეთ. თქვენთან ძალიან ცივა. ჩემთან კი..." ყვავილმა სიტყვა გაწყვიტა. იგი ხომ თავდაპირველად ერთი უბრალო მარცვალი იყო და სხვა პლანეტების აბა რა უნდა ცოდნოდა.
მიხვდა, რომ ცოცხალი ტყუილის თქმას აპირებდა და ცოტა არ იყოს დაირცხვინა. 2-3 ჩაახველა, თითქოს ყველა ფერში პატარა პრინცს ადანაშაულებდა. სულ შენი ბრალიაო. ჰო, მართლა თეჯირი მოსატანად მივდიოდი, მაგრამ თქვენთან საუბარს შევყევი. ყვავილი ისევ ხველებას მოჰყვა, რათა პატარა პრინცს სინდისის ქეჯნა უფრო მეტად ეგრძნო. ასე და ამრიგად, დიდი სიყვარულის მიუხედავად, პატარა პრინცს ეჭვები ტანჯავდა. ფუჩ სიტყვებს მიენდო და ახლა თავს უბედურად გრძნობდა. არ უნდა ავყოლოდი, გამენდო ერთხელ. ყვავილებს არ უნდა ენდო, მხოლოდ უნდა უყურო და ყნოსო. ჩემი ყვავილი პლანეტას სურნელით ავსებდა. მეც ეს უნდა მეკმარა და ამ ნაზის სურნელით დავმტკბარიყავი. კლანჭებს რაც შეეხება, კი არ უნდა გავღიზიანებულიყავი, უნდა თანამეგრძნო. მერე ესეც მითხრა. მაშინ არაფერი მესმოდა, ვარდი სურნელით მავსებდა და გონებასაც მინათებდა. ვერ ამოვიცანი, რომ მისი ბავშვური ეშმაკობა სინაზეს მალავდა. ყვავილებს რას გაუგებ? ძალიან პატარა ვიყავი და სიყვარულის ხელოვნებისა არაფერი მესმოდა.